11-1 მატჩი, რომელმაც ფეხბურთი მოკლა. მივადექით მომენტს, რომელიც ყველაზე შავ ლაქად რჩება ელ კლასიკოს ისტორიაში. ეს არის დღე, როდესაც სიძულვილი პიკს აღწევს. 1953 წელი, გენერალისიმუსის თასის ნახევარფინალი. პირველი მატჩი ჩატარდა ბარსელონაში, სადაც მასპინძლებმა დამაჯერებლად 3-0 მოიგეს. მადრიდული პრესა და გულშემატკივარი კი განრისხებული იყო. ისინი ითხოვდნენ შურისძიებას. განმეორებითი მატჩი მადრიდში. ატმოსფერო იყო არა საფეხბურთო, არამედ საომარი. სტადიონზე მისულ ბარსელონას ფეხბურთელებს გულშემატკივრები ქვებს ესროდნენ. ისტორიული წყაროები და თვითმხილველები ყვებიან, რომ ბარსელონას გასახდელში მატჩის დაწყებამდე შევიდა სახელმწიფოს უშიშროების დირექტორი. ზოგიერთი ვერსიით მას თან ახლდა შეიარაღებული პირები. მან ფეხბურთელებს შვილივით ურჩია, რომ არ დაივიწყებინათ თუ ვისი წყალობით თამაშობდნენ ფეხბურთს. ასევე უთხრა, რომ არ ღირდა ზედმეტი მონდომება, რათა სტადიონზე აიცილებინათ არეულობა. ეს კი იყო პირდაპირი მუქარა. ბარსელონას ფეხბურთელები მოედანზე გავიდნენ არა სათამაშოდ, არამედ გადასარჩენად. ბარსელონას მეკარე იხსენებდა, რომ მის უკან მდგარი პოლიციელები მას ემუქრებოდნენ. პირველი ტაიმი 8-0 დასრულდა, საბოლოო ანგარიში კი 11-1. ეს არ იყო გამარჯვება, ეს იყო დამცირება, ძალის დემონსტრირება. ბარსელონას პრეზიდენტი პროტესტის ნიშნად გადადგა. მადრიდში ზეიმობდნენ, თუმცა ბარსელონაში ეს დღე გლოვის დღედ გამოცხადდა. სწორედ ამ 11-1-მა გაავლო საბოლოო წითელი ხაზი. ამის შემდეგ ელ კლასიკოში შებრალება აღარ არსებობდა.